დათო კვინტრაძე, აპლოდისმენტები. თავად? კარგად. როგორ ნახა ნიკა? მადლობს, თქვენ როგორ ახართ? კარგად. ბიოქში მოგესალმებით. როგორ ახართ? კარგად, თქვენ. სანამ საუბარს დავიწყებთ, მინდა მადლობა გადავუხადოთ ჩემ მეგობარ ვახოს, რომ არა ეს ადამიანი აქ არ ვიქნებოდი, თქვენ მხოლოდ ეტაში რა თქმა უნდა. მადლობა ვახოს. გასაგებია. ჩემ მეგობარ. არა, რო იგებენ ხოლმე ოსკარს, მე ხო ამბობენ მადლობა ამას მე გავუსწარ მოვლენებს რა გამიგერა. ანუ დარწმუნებული ფული მიაქვს. და მადლობა თქვა წინა. ეს არის რეკვიზიტი ალბათ, ხო, რაც გაცვია. ცოტათი. ლოყაზე რა არის? რეკვიზიტი. რეკვიზიტია. ნაცრობაზე ვიყავ ბავშვის და ეს უცბად საცხოვრებელი ადგილი სამტრედია ჯერჯერობით. ჯერჯერობით. გააჩნია ამდენს მოვიგებ. მერე იქნება ქუთაისი ჯერჯერობით. ალბათ. თერჯოლაზე ჯერჯერობით, ზესტაფონი ჯერჯერობით. რატო გადავწყვიტე რომ აქეთ მოდის ეს ადამიანი იქნება იქეთ მიდის. აბაშა ჯერჯერობით, ზუგდიდი ჯერჯერობით. თქვენ გვატიჟებთ სამტრედიაში ბატონო ნიკოლოს. მე რატო არ დაწიჟებ? რა მე რა დავაშავ. შენ თქვენ უკვე დავატიჟებოდი წამდებით. უკვე. ესე იგი საქმიანობა გიწერიათ რომ ამჟამად არ მუშაობთ ტკბები ამ ლამაზი ცხოვრებით. კი გენაცვალი. თქვენი უმორი ტკბები ყოველ შაბათ-კვირას შემონიკამ. და ჰობი შემდეგი საქმიანობა ხო ტკბებით ლამაზი ცხოვრებით. შემდეგ გიწერიათ ჰობი მაქვს წერ ხუმრობებს თქვენ ცნობილი ადამიანს ასევე კომედი შოუს მსახიობებს. მსახიობებს. მოგების შემთხვევაში რაში გამოიყენებთ თანხას? ძირითადად ამ ხანხას რა თქმა უნდა ვალებში გაჩვენ რადესმები. ვალებს გავისტურებ. ესე ამას რო წერდით, სადაიკიდეთ, ასე უცებ. ვალები აგერ ლამაზი ცხოვრებით თქვებით და აგერ ვალებს უცებ. ესამეცინანარება. ასე უცებ. სადიზეს ან აკითხოება, ან აკითხოება. უცებ. სადღაც იქნება. და თუ არ მუშაობ, როგორ ტკბები ლამაზი ცხოვრება? ტკბები. ჩემი საიდუმლო მაქვს თან, კი? თქვენ ძალიან კარგი. ძალიან სასიამოვნოა. კიდე მაქვს ერთი ისა გისმენთ? ჰობი. ერთი რა მაინტერესებდა. ეს თქვენ ხელში შევამჩნიე ბეჭედი ქალბატონო თამონა. ავტო კროსი არის, ხო? კი, ბაჯაღლა უფრო. ატო რიცი, აქედან სპინდისფერი გადაკავს ამიგე? აქეთ. სპილენძის ამოვლებული არ ვეუბნები. ულამაზესია. ეთერში კი არ უნდა თქვა ყველაფერი. აჰა. აი, ისა, ჰობი მაქვს წერ ხუმრობებს ცნობილ ადამიანებზე, ასევე კომედი შოუს მსახიობებზე. ანუ რას ამბობ ამით შენ? კომედი შოუს მსახიობები ცნობილი ადამიანები არ არიან, ნიკა? ჩააკვირდით მევტოვე ფაქაულა. ჩემი ხალხით ეხა ნიკა. ვარო ჯავახიშვილი ნიკა. მზად ხარ, ხო? ერთი წუთი? ნუ მეგობრებო, ხომ ჯერ დალიეთ? როგორ გვაკონტროლებს? ეს ცხროდა, მაგრამ არა უშავს. ისა. ხურობებს წერ, ხურობები მაქვს ცნობილ ადამიანებზე მეგობრებო, ასევე პატარა მინიცენები, ასევე გადაჭრები მექნება, გამიგე? გადაჭრები. რას იხარ? მოულოდნელად. რას გადაიჭრა? გამოდინიმე ხუმრობა და შემდეგ გადასვლები, გადმოსვლები, ასე. შემიძლია დავიწყო. ერთი წამი კიდე? კი, არ არის პრობლემა. ერთი წამი მეგობარო. რა გიწევი? არის ხო მაგდება? ვიწყებთ. ერთი, ორი და სამი. ვანო ჯავახიშვილი სიმღერა თავი აქვს ტურისტებს, ეს ტურისტებს ბათუმში ეშმაკის ბორბალი ეგონათ. მიშანდულად ისეთი გადაძირით მაქვს, ჩიტები ბუდეს მის თავზე აკეთებენ მეგობრებო. ჩაინიკას რომ მოშივდება, მაღაზიაში პოს კვადრატობით ყიდულობს. დიმა უბრალოდ ისეთი შავია სოლარიუმში დაიკარგა. ნინო ხოშტარი ესეთი სუსტია, ჰაეროვაკოსას ოუზანი ფიტოვის ანთება ემართება. მარიკო ლეჟავა ესეთი მაღალია. შეყვარებულა პირველად ბალკონიდან აკოცა. ოპა. ეს ხა ხდება ეხლა. უკაცრავად ესეც დამჭირ. უხდება რა შავს. ბატონო ნიკოლოზ, რამის ხობარი? რაზე გამეცინა ალბათ? გაინტერესებთ რაზე გაგვეცინა? ვიცი და იგივე რაღაცაზე გაგვეცინა, ხო? კი, მე მგონი. აი ამაზე. ინტონაციაზე. ინტონაციაზე გაგვეცინა. კი. მე პირადად და მე დამახსოვრებული სიცილი მქონდა დიმა ობოლაძე რომ სოლარიუმში დაიკარგა. და ისეთი შავია. ისეთი.
რომ სოლარიუმს დაიკარგა. სხვათა შორის ამ ინტონაციამ 50 ლარი მოგაგებია. აპლოდისმენტები. კარგი დასაწყისია. მე მაინტერესებს რასაპირებ აგძელებ მოღვაწეობას. ფიქრობდი მაღაზია ახალგაზრდა ეხა დაფიქრები. დიახ. ახალგაზრდაო დიახ. ეხლა დაფიქრები. ბიზა ჩემო რა გადაწყვიტებს შეიძლება არჩევი. ეხლა მეგობა რომ მოქალაქე ეხა რა ხდება? ბაგრძელებთ? ერთი წამი. ჩახეთ აი რა იყო? ოჯახურ დილას გიღვღოთ, მაგრამ ერთი წუთით თუ შეიძლება მეგობრებო. ეხლა რა ხდება მეგობრებო, გარკვეულება მივიღეთ სხვათა შორის. მე მოვედი აქ, რადგან ვალები მაქვს, მაგრამ ეხლა იმდენი ვალი მაქვს, რომ ეს 50 ლარიანი უნდა გადავაქცეროხოთ. ამიტომ ვაგზელებ თამაშს. მე მოვედი რომ მაყურებელს შევთავაზო ახალი შოუ. ჩემით. ასე რომ თამაში ერთი წუთით ვაგძელებთ. ხო. 1000 ლარამდე აუცილებლად. შვენიერი მაშინ ერთი? ჯერე მოიცადე ერთი წამი. ჯერ 100 ლარს. როგორ რა იყო თუ იცი 100 ლარს. 50 ლარი მაქვს. 50 ლარი გაქვს 100 ლარზე ვითარ. კიცინა. კიცინა. კარგი, ეხა დავიწყოთ ერთი წამი და ვსო. ეს თქვი, ხო. სპორტის მოყვარულები დიმაუბურაძის შემდეგ ეს უნდა თქვა. 1 2 დაიწყები. 3 მიუჰენის ბაიერს იმდენი ვერცხლია გიუდას გაასტრო მეგობრებო. შორინავე გაშურა იმდენჯერ გაიხადა ბიკინის ამოსმაზე ალერგია იწყება. სადაჩენგელეს იმხელა თავი აქვს საქართველოს ვარსკვლავის კონცერტზე მაყურებელი არ ჩანდა სამწუხაროდ. რაც ქართული ოცნების დაპირებები ჩემ ბავშვს წავუკითხე ძილიწინ ზღაპრები მოდიდან გადავიდა. ნიკარავიძე თბილისში ისე გასუქთა რეკორდის გვირაბში ვერ ეტევა თავს ვერ ატევს. ვახო ბიჭი გაშვის იმხელა წვერია კი არ იპარსავს იშკულკავს. ნიკა მინდა გითხრა. გუშინ ჩემო მეზობელი ისე 10 ლარი არხებცა. აკაგეწერეთ წვერი ქონდა გაბარსური. შემდეგი ლუკას ზაქარიაძეს რო უყურებ თავი პანაშვიძე მგონია. გუბასანი კიდე სახინგაში რო შედის ხინკნეს ნაუჭებიდან ცემლები მოდის სერიო ბერლუსკონი ისეთი მდიდარია ცაზე ვარსკვლავები ისა სულისი ფიქრები ნიკა ეხლა კი რა მაინტერესებს? სუმიდო და ეს კონოდა. იბოძებ მოქალაქეა. რა მაინტერესებს თუ იცი? ხო გენაცო. ეს რატო გაცვია დესპობა და რატო გაკროკადე? აი მაგას ველოდები და ხო არ გამოჩნდა. მე ვარ მეგობრებო. ეხლა ერთი წამი. ეხლა რა ხდება? მე ვარ დამწყები იუმორისტი. დატოვი ინტრიგა ეს არ შეჭირდება ამ ადამიანს, ხო? თქვენ ხო გაგეღიმათ? კი ბატონო. თქვენ მიიღეთ შოუ, თქვენი ხილვა მინდოდა გიგიხილეთ. ეხლა თქვენ აველოდები შეკითხვას, გავაგზავნო თუ არ გავაგზავნო ისა. გიორგი. მომეცინე. განაგებს ძალიან მაგარი ადამიანია. მარტო კიდევაც მიყავს, კიდევაც აფასებს. გავწროსაც ამბობს და მოვიდე. პულსაც აიღებს. გაგვეცანით მოქალაქე? გაგვეცანით მომ. გიორგი ვარდესანიძე. საიდან მძანდებით? ლილოდა. როგორ? ლილო. აჰა. გასაგებია. ჟური წერებო, რამე შეკითხო ხომ არ გაქვთ ამ ულამაზეს ადამიანიდან? ლილოში ლელას იცნო. კაცი რა ძალიან არ მოუწოს აქაურ მე გასო. მე სხვათა შორის გამენებით დაბრუნდი ადგილზე. მე გისმენდი თქვენ სხვათა შორის ისე მართლა ეს რა ხდება? შენ გაქვს მილიონი ფერი რომ მოიგო 1000 ლარი და რატო ჩერდები ეხლა 100 ლარი? არ გავჩერდები, მე არ გავჩერდები, ეცე მაშინ არ გავჩერდები. ხო? მოიცადე, არ გავჩერდები. ერთი წელი ხა რამდენი წერია ამ ხელა ნაგელზე? ამდენი თანხა, ნუ იყურები, ამდენი მაქვს თანხა. 100 ლარი გაქვს და 200 ლარზე უნდა ვითამაშო. კარგი. უკვე სერიოზული მივდივარ. სერიოზული ცვლილებები იქნება შენ. მაშინ ეხლა უკვე დაფიქრდი მართლა სერიოზულად. დაფიქრდი ხო მართლა. ეხლავე მეგობრებო. მე მაინც ავარჩევ ტკიცინებს. ჯერ არა. ტკიცინები ჯერ არა. არა? ეხლა რა ხდება? უჩქარო. გონის საკმარისი იყო ჩემი ხოროები მეგობრებო. ანუ წვეთ თამაშს. წვეთ. წვეთ თამაშს. კი ბატონო. გამოდისმენთ მეგობრებო.
შემდეგ სეზონში სუსმანერ კი ბატონო უბრალოდ ხوارდაიჭირა ძალიან არა პრობლემა თუ გინდა არა იყოს უფრო უხდება დეკორაციას ძალიან საინტერესო ადამიანი ბრძანდებით ხო ძალიან აი ასე უფრო გიხდება კარგია ამ ხალხად იცი რა უხდება აი ესე უნდა გააკეთო აი სულ სხვა ამათო კიდე შემათხოვა რომ შენა აი კარგი ფულად სპაროდია უნდა ხო კი ბატონო ეხლა როდი საერთოდ შეგახტა თანხას რაც მოუშო ეხლა ველოდებით თქვენგან გადაეცით ასილარი ადამიანს გადაეცით დამსახურებული ასილარი აი ეს ასილარი თქვენ ეს თქვენ ასილარი აპლოდისმენტები მეგობრებო გადავივარდა დაგივარდა კი კარგი მეგობრებო საინტერესო იყო თქვენი ხილვა გაიხარეთ ერთმანეთს გამოჩერდებით მოქალაქე მოქალაქე აპლოდისმენტები გამოსიო